ზამთარში ვირუსებთან გვიწევს ბრძოლა გაზაფხულზე, ალერგიასთან, ზაფხულში კი ინფექციებთან. არადა მათგან თავის დასაცავად ხშირად ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია. პირველ რიგში თავი რო დაიცვას, უნდა მიიღოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი. უნდა შეიძინოს იქ, სადაც არის დაცული სანიტარული ნორმები და სამაცივრე დანადგარები. იმიტომ რომ მალფუჭებადი პროდუქტებში ზაფხულობით ძალიან სწრაფად მრავლდება დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიკრობები, ან კიდე მიკრობების მიერ გამომუშავებული შხამით ხდება ორგანიზმის მოწამლვა. გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც არ უნდა მივიღოთ, ან უკიდურეს შემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მათი მიღებისას. ყველაზე დიდი რისკია სალათები, რომელიც მაიონეზით არის შეზავებული. იგი შეიცავს კვერცხს და 2 საათზე მეტხანს არ ინახება. კვებით ტოქსიკურ ინფექციებს და ნაწლაურ ინფექციებს ზოგადად ახასიათებთ შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, გულის რევა, ღებინება, რასაც შემდგომ მოძდებს დიარეა, ფაღარათი, ანუ გახშირებული კიუჭის მოქმედება. ასე დროს ხდება დიდი რაოდენობით წყლისა და მინერალური ელექტროლიტების დაკარგვა და აუცილებელია ეს ძალიან საშიშია ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისათვის და სწრაფად უნდა მოხდეს მათი აღდგენა. მეორე ადგილზეა კვერცხი. მასში ბუდობს ბაქტერია სალმონელა. ბაქტერია მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აქტიურდება. კვერცხი განსაკუთრებით სახიფათოა ნამცხრებში, სადაც გამოყენებულია კვერცხზე დამზადებული მოხარშული კრემი. მათი შენახვა ერთ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდირებული. მინდა მოუწოდო მშობლებს, არავითარი გოგლი-მოგლი ზაფხულის განმავლობაში, ანუ თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი მაღაზიაში ნაყიდიც. და სახლის კვერცხი საერთოდ ლაპარაკი არ არის. ანუ თოხლოდ შემოწვარი კვერცხი არ უნდა მივიღოთ ზაფხულის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში კვერცხი ადუღებიდან დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში უნდა იდუღოს წყალმა, რომ შიგნით გულში, რაც არის სალმონელა, ის მოკვდეს და არ იყოს საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მესამე ადგილზე მომწამლელი პროდუქტების სიაში მწვანილია. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტები ხშირად დიდ საფრთხეს შეიცავს თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან მასში ბაქტერიები მიწიდან ხვდება. მეოთხე ადგილზეა თევზი. მის შეძენამდე აუცილებლად დააკვირდით, დაცულია თუ არა შენახვის პირობები. ვერ ახერხებთ ამას? მაშინ უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ თევზზე. თუ მაინც და მაინც თევზი მოგინდათ, წადით სათევზაოდ. საკუთარი ხელით დაჭერილი თევზი მეტად გემრიელი და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნაყინს, ასევე რძის პროდუქტებს, ასევე კრემიან ნამცხრებს ჭირდებათ შენახვის პირობები, ანუ მაცივრები სარეალიზაციო ადგილებში უნდა მუშაობდნენ გამართულად 20 საათიან რეჟიმში, უნდა ხდებოდეს ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი თვითონ რეალიზატორის მიერ და ამაში უნდა დარწმუნდეს შემდგომში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, ანუ სურსათიურული სააგენტოს თანამშრომელი. და ასე კატეგორიულად არ აკრძალული, გაციებული ან გაყინული სურსათის გალღობა და შემდგომში ხელმეორედ გაციება ან გაყინვა, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის სურსათს და შემდგომში ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან იზრდება სურსათის მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკი. კრემიანი ნამცხრების და ფუნთუშების გაფუჭების სიჩქარე ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე ძალიან დიდია. შეიძლება იგი რამდენიმე საათში გაფუჭდეს. ამ პროდუქტის ყიდვა საგზლად არ არის რეკომენდირებული. ასევეა რძე და რძის პროდუქტები. შეეცადეთ ის მხოლოდ მაღაზიაში იყიდოთ. ნაყინიც შედის სწრაფფუჭებად პროდუქტში, ანუ თუ ნაყინის შენახვა არ მოხდა ისე, როგორც საჭიროა მისი ტრანსპორტირება, ძალიან ხშირ შემთხვევაში მასში ვითარდება ნაწლავის ჩხირი. საერთოდ ესეთი დაკონსერვებული და მარინადი და შებოლილი საკვები ზაფხულში მათი მიღება რეკომენდირებული არ არის. ზაფხულში აგრეთვე შესაძლებელია ახალმა პროდუქტმაც მოგწამოთ. ამის მიზეზი სტაფილოკოკია, რომელიც ხელზე ჩნდება. ამიტომ ხელის ხშირად დაბანა თბილი წყლით და საპრით აუცილებელია. ასევეა ტოქსინი ბოტულიზმი. ის პროდუქტებს ფერს, გემოს და სუნს არ უცვლის, ამიტომ მისი შემჩნევა ძნელია. მაგრამ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იგრძნობა ორგანიზმის სისუსტე და ადამიანი დუნდება, ამიტომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ზარეულს ან სხვა დიასახლის ვინმეს აქვს მცირე ჩირქოვანი ინფექცია და მოამზადებს იმ დაუბანელი ხელით ან სხვანაირად მოხდება სტაფილოკოკი საკვებში, ის ძალიან სწრაფად მრავლდება და გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას. ზაფხულის სიცხეებში არ არის ყველა პროდუქტის შენახვა შესაძლებელი. ამიტომ შეიძინეთ ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები დაცულია და შემდეგ არ დაგავიწყდეთ მათი კარგად გარეცხვა.